იმისთვის რომ შევაფასოთ ყველა რისკი და მივიღოთ დასრულების კომენტარებს მოგასწრით. რისკები იქნება კიდევ ერთხელ გადასაფასებელი. აზრი არის მოგესალმებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში გაიზარდა ვირუსული მენინგიტით დაავადებების შემთხვევები. ეს შემთხვევები ძირითადად ბავშვთა ასაკზე არის, საშუალო ასაკი არის 8 წლამდე, თუმცა იყო ერთეული შემთხვევები მოზრდილებშიც. გამომწვევის ამ ტიპს არ ჭირდება რაიმე სპეციალური სახის დეზინფექცია და არ ჭირდება მკაცრი, ასე ვთქვათ, კარანტინის შემოღება. თუმცა მიმდინარე სიტუაციის ანალიზით სამი მთავარი ფაქტორით, პირველი ეს იყო ზრდის რაოდენობის დინამიკა ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ უკვე მიაღწია და მალე გადააჭარბებს წელიწადში საშუალო რაოდენობას, ანუ 150-ს. მეორე გამომდინარე იქიდან, რომ ამ დაავადებას ახასიათებს ზოგ შემთხვევაში სიმპტომის გარეშე ასიმპტომური მიმდინარეობა და მესამე ის, რომ ყოველთვის არ არის იდეალურად, ასე ვთქვათ, უნარჩვევები და პატარა ასაკის ბავშვებში ხელის დაბანის და პირადი ჰიგიენის ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომენდაციით, რომ ხვალიდან დაწყებული 26-ის ჩათვლით, ანუ 27-მდე საწყის კლასებში, საბავშვო ბაღებში და დასაწყის კლასებში 6 კლასის ჩათვლით შეწყდეს სასწავლო და აღზრდილობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული, ასე ვთქვათ, სანიტარული დამუშავებისთვის, არა დეზინფექციისთვის, არამედ სანიტარული დამუშავებისთვის. ასევე ჩვენი ჯგუფები გააგრძელებენ აქტიურ შესწავლას ადგილზე, მდგომარეობის ადგილებზე და უკვე 26-ში გვექნება კიდევ ერთი ეტაპობრივი შეჯამება, რა გეგმით გავაგრძელებთ. არსებული ანალიზის შედეგად მივიღეთ აი ეს გეგმა. ხვალიდან 27-მდე საწყის კლასებში, მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში რეკომენდაციით გამოდივართ, რომ შეწყდეს სასწავლო და აღზრდილობითი პროცესები. შეიძლება თუ არა გადაიხედოს სასწავლო პროცესის დაწყების ვადები, თქვენ გქონდათ რომ 27-ში მოხდება კიდევ ერთი შეხვედრა. 26-ში. 26-ში საღამოს ჩვენ შევაფასებთ იმ მონაცემებს, რაც ჩვენ ხელთ იქნება არსებული და ამ რეალური მონაცემების საფუძველზე მივიღებთ უკვე შემდგომ განახდება სრულად თუ გაგრძელდება ეს წყვეტა. თუ გაგრძელდა, შესაბამისად განათლების სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ ეს დღეები შემდგომ იყოს დაკომპენსირებული. მე-7 კლასიდან ზევით აგრძელებს ხვალდაზე სწავლის ჩვეულებრივ. ეპიდემიური აფეთქების საფრთხე ხომ არ არსებობს ანდროიდის არსებული მონაცემებით. როგორ შეაფასებთ ზოგადად? ეს არის გაზრდილი შემთხვევები, ეპიდემიური აფეთქების კვალიფიკაციას ნამდვილად ვერ მივცემთ, უბრალოდ ახლა მაისის ბოლოს შემთხვევების რაოდენობა გადააჭარბა საშუალო წლიურ რაოდენობას. ანუ მივდივართ დაახლოებით იმ სურათისკენ, რაც იყო 2006-ში და 2010-ში. სავარაუდოდ გაორმაგებული რაოდენობა შემთხვევების 150-ს მაგალითად 300-ზე. რეკომენდაციები გახლავთ იგივეს, რასაც ვიმეორებთ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოსახლეობის საყურადღებოდ, რომ ყველამ დავიცავთ სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ამ 5 დღის განმავლობაში სკოლებს ვთხოვთ სულ და რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ გააკეთონ ეგრეთ წოდებული სანიტარული დასუფთავება, რაც ნიშნავს სკოლების სანიტარული ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ინტენსიურად სველი წესით სკოლების დალაგებას, განიავებას და ასე შემდეგ. სანიტარული დასუფთავების რეკომენდაციები დღეს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ბატონო, როგორია ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემები, როგორია სტატისტიკა, სად ფიქსირდება? ბოლო მონაცემებით გახლავთ დღევანდელი რაც გვაქვს, 152 შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყანაში. აქედან 96 გახლავთ თბილისში, ასევე კონცენტრაცია გვაქვს ქუთაისში. იყო ცალკეული შემთხვევები. ცალკეული შემთხვევები გვაქვს 14 რაიონიდან. რომელი რაიონები არის? ძირითადად სად ფიქსირდება? არსად არ კონცენტრირება არსად არ ხდება. თითოეულა შემთხვევები გვაქვს სხვადასხვა რაიონებში. აფეთქების ცენტრი რომელი ითვლება? თბილისი და ასევე ზრდა არის ქუთაისში. ბატონო, ამიდან დაფიქსირდა როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ძირითადად გახლავთ რა განსხვავებაა? ძირითადად გახლავთ ენტეროვირუსული, ანუ ვირუსული მენინგიტი, ანუ სეროზული მენინგიტი
მენინგიტი, რომლის დიაგნოსტირება და დიფერენციაცია ბაქტერიულისგან კეთდება ძირითადად თავზურგ ტვინის გამოკვლევით. ამავე დროს კლინიკა ვირუსული მენინგიტისა არის უფრო მსუბუქი ვიდრე ბაქტერიული მენინგიტის, ასევე გართულებები ახასიათებს ნაკლებად ვიდრე ბაქტერიულ მენინგიტს და ასევე პროფილაქტიკური ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები არის სხვადასხვა ერთი და მეორე მენინგიტებისთვის. სკოლებში დაფიქსირებულია 61 შემთხვევა ინფექციის შემდგომი ესკალაციისაგან თავის დაცვის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ შემოგთავაზა გარკვეული რეკომენდაციები. ჩვენ ამ რეკომენდაციების საფასუხოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 22 და 23 მაისს სასწავლო პროცესი შეწყდეს დაწყებით საფეხურზე. მოგეხსენებათ 24, 25, 26 ისედაც დასვენების დღეებია და ამ დღეებს სკოლები გამოიყენებენ სკოლების ინტენსიური დამუშავებისათვის სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო საშუალებები და სადეზინფექციო საშუალებები. საბავშვო ბაღებს ეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება ეხება საბავშვო ბაღებს, თუმცა ეს არ არის განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენცია. და რა რეკომენდაციები ის იყო თქვა განპირობებული რა რეკომენდაციებით მიმართავდა კონტროლს თუ აიღებთ თქვენ თვითონ იმაზე რომ მოხდეს ამ პროცესების მართვა არ არის ჯერ გადაწყვეტილი რომ 26-ში განახდება სასწავლო პროცესის 27-მდე იქნება ეს ამბავი. კიდევ ერთი შეხვედრაზე საუბრობს მინისტრი. ეს შეხვედრა ნამდვილად შედგება განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტრო პარალელურ რეჟიმში იმუშავებენ და გააკონტროლებენ სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.